ამ მომენტისთვის, რასაც გვიდასტურებს მთავრობა რაოდენობას მიგრანტების, საქართველოში არის დაახლოებით 300,000 მიგრანტი და ავხსნი რითი გვიდასტურებს. შარშან ჩაატარეს აღწერა. ამ აღწერის მიხედვით დაადასტურეს, რომ წლის ბოლოსთვის 11 თვით ადრე ჩამოსული ვინც იყო, იმ ხალხის ჯამური რაოდენობა იყო 257,000. შარშან 2024 წელს კიდე ჩამოსულ წასულების ბალანსი ნახოთ 13,000-ით მეტი ჩამოვიდა გავიდა, ანუ ამას ემატება ეს 270,000 გამოდის ჯამში 200. ნუ იყო 300, კაი, ხო. წელს რაც ჩამოვიდა პლუს არალეგალები, რომლებზეც თქვენს რომ ვერ ვითვლით და ჯამში გამოდის ეს ციფრი დაახლოებით 300,000. ეს რასაც ესენი აღიარებენ. პარალელურად ჩვენ ვთქვათ საზღვარზე შემოსვლა გასვლის ბალანსი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, რასაც საქსტატი გვაჩვენებს, ეგეც დავაჯამეთ. ოღონდ ეს უკვე იმასთან შედარება არ შეიძლება. 291,000 იყო ეს, ანუ დაახლოებით იგივე ციფრი ჯდება, უფრო მეტი შემოსვლა გასვლის შემთხვევაში. ანუ შემოსვლა გასვლით დადასტურებულად ჯდებოდა 300, კაი. 300,000. აი იყო სადაც. 300,000, რასაც ესენი გვეუბნებიან. ობიექტურად მე არ გამოვრიცხავ, რომ გვატყუებენ. 12 წლის განმავლობაში გასვლა შემოსვლის დინამიკით 300,000 კაცი შემოვიდა ცხოველი. პლუს ქართველები გავიდნენ. და 300,000-ზე მეტი გავიდა. გეთანხმებით. საქსტატის მაჩვენებლით. ანუ თითქმის 10% ჩვენი მოსახლეობის ქვეყანა გადის და თითქმის 10% უცხოეთიდან ემატება. ეს 10% ნიშნავს რა? 10% ნიშნავს მათ შორის ეკონომიკაში სტატუსს, რომელიც ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა ჩანაცვლებას მარტივად კი არ ექვემდებარება. ანუ რა ვიღაცები მოდიან აქ რაღაცა რგოლებში ჯდებიან და ეხლა მოდი ეხლა ესე ამათ მოვკიდოთ ხელი და რამაძე დამოხადე კაცო შენ რომ 300,000 შენი მოქალაქეები დაკარგო და იქ 300 დაუმატოს რაღაც მომენტში პრობლემა ყოველთვის დაგიდგება. ხო, ეხლა თუ გასულ 12 წლის განმავლობაში ერთი წელი არ ყოფილა, სადაც გასულების, უცხოელი გასულების რაოდენობა აჭარბებდა შემოსულების რაოდენობას. ანუ წელი არ ყოფილა, თუ შეიძლება არა, იყო ეს კოვიდის კოვიდის წელი შეიძლება იყო, აი ახლა გავყავთ. მეგონი 24-ში მოხდა, პლუსში ვიყავით მე მგონი 23-ში. 24-ში მოხდა ქართველების შემოსვლა გასვლის სასარგებლო ბალანსი, ანუ 500 კაცით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ეგ მოხდა, მაგრამ უცხოელების შემოსვლა გასვლის ნაწილში 12 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა წელი იყო იმის უფრო მეტი შემოდის ვიდრე გადის. ანუ ტენდენცია არის სალსახ. ნუ ზოგადად გასაგებია. ამ ტენდენციას რაც ცვლის, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ 300,000 ჯერ ბევრი არ არის. მაგრამ 12 წელიწადში 10% მოსახლეობის ნიშნავს, რომ რავი, ასევე გრძელდება. 12 წელიწადში თუ აქ 300 დაგავდა, იქ 300 დაგავდა, ეს პირდაპირ უფრო სერიოზული რიცხვი იქნება და კიდე 12 წელიწადში შეიძლება პრობლემა დაგიდგეს ნამდვილად ძალიან სერიოზული. ეს ტენდენცია არის კაფიო პრობლემა. 600,000 ხო უკვე პრობლემა იქნება. მოდი პრობლემა, კარგი, ამ რიცხვებში ასე შეხედოთ ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ ერთ რაღაც არის მიზეზი ხომ დავიცვათ, აი მაგალითად დავიწყოთ, აი რატომ არის მნიშვნელოვანი? არა, მიზეზზე არ გადავიდეთ, ნახე ერთი წამი, აი მაგაზე. ზოგადად მოვყვები ჩვენ რეალობაში, ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, როგორც მე ვხედავ, როგორც შეიძლება შენ ხედავ, ეს პრობლემაა. ერთ ეტაპს და პრობლემის სიმპტომი უფრო არის, ვიდრე უნდა გავარჩიოთ, კი, მაგრამ ერთ ეტაპს და პრობლემა. შენ რომ მეუბნები რომ რაღაცა ქალაქი შენდება, სადაც შეიძლება თქვა 18-20,000 ბინა იყოს, ხო? 20,000 ბინა ნიშნავს 20,000 ოჯახს. ხეშად რო ვთქვა, ხო 20,000 50,000 ადამიანი. 50,000 კაცი, 50,000 კაცი ნიშნავს მათ შორის, მათ რაღაც მუშახელი ჭირდებათ, ვიღაც ვინც არის იგულისხმება მუშახელში ეს. არა, მუშახელი. არა, 50,000 მდიდარ ადამიანს მე ჩამოგიყვანს რაღაცა. ბინა შენდება. კი, მაგრამ იმათ თუ ქალაქს უშენებ, იქ უნდა აუშენო თუ ამას გულისხმობ, რომ ანუ ვიღაც ხალხი იქნება 50,000 მდიდარ ადამიანს რამდენი ფულია? იცი რა მხოლოდ ფულია ეს? ანუ ვინ ჩამოგიტანს ამ? ნახე ჩვენ ახლა რაღაცას ვარჩევთ. არა, ხო და ამიტომ ვერსიას იცი? აი მე მგონი ასეთი რაღაცა, რა ვიღაც ინვესტორი მოდის, მე რეაგირება შემიძლია ინვესტორის. არა, მე ამაში მოყვები უბრალოდ 50,000 რო წამოვიდგე მოსახლეობა რო ისოც მაყურებელმა 50,000 მდიდარი ადამიანი რო ჩამოვიდეს, ეს არის რაღაც აი ამაგინე. ნახე როგორი რაღაცა. ფეში ეს მდიდარი ადამიანია. მე რატო არ მომწონს? რატო არ მომწონს აი ესეთი პოზიცია? კი, მაგრამ ეს არ მოხდება. ვიღაც ინვესტორი მოდის, რომელსაც ჭკუა ეყო რომ გამდიდრდა. კი, ვიღაც ხო და უბრალოდ არ ვილაპარაკოთ იმას რაც არ ვიცით. რავი, გიჟი ხო არა რაღაცას აკეთებს, ხო? კი ბატონ, შეიძლება თეორიულად არ გამოვიდეს, მათ შორის იმის გამო რომ ჩვენ ვიხმაურეთ, არ ვიცი, მაგრამ ეხლა მე შემიძლია რეაგირება კარგად გამოვიდეს, კაცო, კარგი პროექტი იყოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას. პროექტი ისეთი იქნება, რომ აშენდა და ქართველები შეუშვეს.
სახლებში და ქართველები გამრავლდნენ და ვინ წასულია? არა, ქართველების ხოდა პრობლემა ქართველების გამრავლების თუ არის სხვაგან არის, გაიგე, არა ის რომ არაბის სახლს აშენებს თუ არ აშენებს, გაიგე? ამიტომ გეუბნები, აი რომ იმას დავიყოს 300.000 გავიდა, 300.000 გავარჩიოთ ამ ტენდენციას. გავარჩიოთ. რატომ გავიდა? ეს ხო პირველი აღმოსავლეთელია. კაი, უცხოელები სხვა ამბავია. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ახლა პაკისტანის და რუსს და გერმანიის სხვა მიზეზები ექნება, მაგრამ აი ქართველები რატომ გავიდა? ხო ნაღდად გასაგები მიზეზია. კი. ეს პრეტენზია ხო თავიდან ბოლომდე მთავრობასთან არის. როცა შენ უიმედობა გაქვს ქვეყანაში, როცა შენ თვითონ გამოდიხარ, რა ვიცი, ამბობ რომ გერმანიაში უნდა წახვიდე ევროპაში, იქ უნდა იმუშაო, რა თქმა უნდა, აქ სამუშაო ადგილებიო. როცა შენ აქ, რა ვიცი, მთელი 12 წელი ამბობდი რომ მაგარი პრემიერ-მინისტრი გვაქვს, ყველა ერთი მოვალე აღმოჩნდა, მეორე კორუფციონერი აღმოჩნდა რაღაცა და ეხა ხო გასაგებია მაინც რატომ ხალხი გარბის ქვეყნიდან. ანუ ვიღაცამ იგზნო და გაიქცა. ანუ ეს პრეტენზია ხო თავიდან ბოლომდე მთავრობასთან აქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რო პრობლემა რაში მაგეთქვი. ნახე შენ რასაც პასუხობ, მაგრამ ეს რო შევცვალო, ის 300.000 გადინება ხო აღარ იქნება. კი. ერთი რაღაცა, მე პრობლემა მაქვს შემდეგ რეაქციასთან. ჩვენ რო ვიგებთ 300.000 ქართველი გავიდა და 300.000 უცხოელი შემოვიდა. კატასტროფული შედეგია. ამ შეგეშინდეს აბა. სვანერი შეფასება მე რომს არ უნდა შემოსულიყო მე 300.000 გადინება უკვე მაშინებს კაცო. კი და მით უმეტეს რომს არ უნდა შემოვიდეს კაცო შეიძლება არავის არ ჭირდება რომ ყოველ წელს თუ 10 წელს 300.000 გავიდა ბოლოს დამთავრდება ეს ქვეყანა. მე არ მომწონს პოზიცია რომ რა მოხდა ეხლა კარგად არის მიგრაციის კუთხით კარგად არ არის მდგომარეობა ფერი მოსახლეობის 10%-ის ოდენობის კაცი გავიდა, იმდენივე შემოვიდა. ეს არის უკვე კატასტროფა. ყოველი 100.000-ის დამატება ამ ციფრს არის კატასტროფა. განსაკუთრებით გადინება. განსაკუთრებით, იმიტომ რომ რატომ, იმიტომ რომ იმიტომ შეიძლება ამაზე თუ პასუხს აი გადინება მოქალაქეობას რო გეუბნებოდი რა, ერთია როცა შენ მოქალაქეები გემატება, უფლებები გემატება და ვისი სოციალურ დახმარებას შესვეს ხალხი როგორც პარაზიტებს ევროპელებს ემართება. ჩვენ ეს არ გვემუქრებავთ. მე ეს მინდოდა ამეხსნა რომ ევროპაში რაც ხდება, იმათ მოქალაქეობას აძლევენ მალევე. ზოგ შემთხვევაში 5 წელიწადში მოქალაქეობა მიიღო. სუბსიდიებს უხდიან და არიან ხალხი რომელიც ჩამოვიდნენ 20 წლის წინ და აი ვიცი 10 ბავშვი გააჩინეს და არც ერთი არც უფროსი არც უმცროსი არ მუშაობს და ზის გერმანელების კისერზე. ეს ვერასდროს ვერ იქნება სწორი. ეს სულ პრობლემას გამოიწვევს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არც სუბსიდიებს უხდით. არც ვინმე განსაკუთრებით ეპატიჟება და მოქალაქეობა საბედნიეროდ არ ვაძლევ. ერთს დავამატებ. ეს არ გამოიხსნა, ეს არ შეიძლება შეიცვალოს, ამაზე უნდა ვინერვიულო. ბატონო, მაგრამ ეხლა უბრალოდ არ ხდება მეთქი, გითხარი, თორე ისე ბაზარი არის. თუ თავრობა გამოაცხადეს, რომ ჩვენ გერმანელების არ იყოს, ხა ის ძალიან უჭირდება მივიღოთ, რა ვიცი, პაკისტანელები ან რუსები და აქეთ ფულს გადაგიხდეთ, ოღონდ ჩამოდითო, ერთად გავიდეთ მიტინგზე. კი ბატონო, აი მან მაინტერესებს ეს შენი პოზიცია მოსაზრება. მაგალითად ახლა შემოდის ვიღაცა 7 მილიარდით, ანუ დიდი გავლენით. შენ რამდენი მოქალაქეობა გაიცა, საიდან იცი? საიდან იცი რამდენი მოქალაქეობა გაიცა? ნუ ისევ საქმესაც უნდა ვენდოთ. ხო, ანუ ჩვენ ვინ არც იტყვიან. მაშინ ისევ და ისევ თუ ანუ ნახე, შენ რამდენი გასცეს, რამე პოლიტიკას კი არ გამოგიცხადები, კაცო. კი არ გეტყვიან, რომ ეხლა მეგობრებო მე უნდა გავცე მოქალაქეობა და დაუშვით. ვიზმინე? არა, კაცო, გაიგე. თუ შეასე, მოდი ას მაშინ. არაფერს არ ეთანხმები, თუ არაფერს არ ეთანხმები, თუ აი რაღაც რისკსაც არ ეთანხმებით, მაშინ ხო პრობლემა მით უმეტეს არაბები არ ყოფილა. მაშინ ეს თავრობა უნდა გადავაგდოთ, რაც შეიძლება სწრაფად, ხო ასე? ანუ თუ მე გეტყვი რა. მე ხო პრობლემა შეიძლება თუ არაფერში არ ვენდობი, არც ერთ რიცხვში არ ვენდობი, მაშინ აბა რა უნდა ვენდო? არა, ხო და ამაში არა, ხო და შენ თუ აქამდე ამას შეიძლება წამოკვიდეთ. კაი, მოდი ყველაფერში უნდობლო გამოუცხადოთ. ხოცები მინდოდა არ იმსახურებენ ნდობას. თავისივე პრემიერები, მოღალატეები და კორუფციონერები ყავდათ, მაგრამ ხო, მოყვები ამაში, მაგრამ აქედან რა გამომდინარეობს? თუ ამაზე ჩვენ შევთანხმდით და მოდი შევთანხმდით. მაშინ ჩვენ პირველადი ამოცანა ხო არის, რომ რაღაც შეცვალოთ ხელისუფლებაში, ხო ასეა? ხო? აი მაგალითად ქართულოსნების ამორჩევას უთხრათ, რომ აი ხალხო გატყუებე, მაგას ვეუბნებით ყოველ. ნუ ჩვენ სამით ვართ დაკავებული ზოგადად, ხო? აიტომ ამოცანა ისევ თავრობა იქნება. უბრალოდ რა პრობლემა გაჩნდება, იცი? შენ შეიძლება არაბული ინვესტიცია გამოიყენო როგორც მაგალითი, რომ თავრობა არაკონტროლირებადი ყავს და ღმერთმა იცის რა შაში გაგხვევს. მაგრამ მიზანი იქნება არაბული ინვესტიცია, კი არ უნდა დავშვიდე არაბული ინვესტიცია რო გააჩერო, კი არ უნდა იზეიმო. არამედ შემოტრიალდე და ბოლომდე მიაღწევ თავრობას. რა უნდა? მაგას არავინ არ მაგას ვლაპარაკობთ ყოველ დღე. ეგ არის ჩვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ მე რა არ მისმის, იცი? რაღაცა გრანდიოზული პროექტი დაგვიანოს ეს. აი, ქალაქი ეგეთი რაღაცა ევროპაში არ მომხდა. ქალაქი შენ
ქალაქზე პირდაპირ ინვესტორმა თქვა, რომ კი კაცო უცხოელებს ოპერატორად მივყიდო და აქ რა პირობებით აშენებთ, რო ვეკითხებით, რა თქვენი საქმეა რა? რატო ინტერესდები? ასეთ პასუხს ვცემენ. ამ სიტუაციაში მე ვერ ვიგებ, საიდან დავასკვენით, რომ რაღაც ციფრებს, რომელსაც საქსტატი გვიქვეყნებს, რაიმე სახის ნდობა უნდა ქონდეს. მე არანაირი ნდობა არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი რამდენი მოქალაქეობა გასცეს, მაგრამ თუნდაც ეხლა დღეს მქონდეს მაგის რაღაცა ხარისხის ნდობა და უშუალოდ 7 მილიარდიანი ინტერესით რო შემოვა აქ არაბი, საქსტატი რას დაწერს, რამდენად რეალური იქნება რეესტრი ვის რას დაუბეჭდავს, წარმოდგენა არ მაქვს. მე ამაზე არ მაქვს. კონტროლი კი არ კაცო, მილიარდის ოდენობის თუ რამდენი 650 მილიონი დოლარი და მთავრობას ვერ ვაკონტროლებთ. აი ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარია, ხო ყველას ფეხებზე კიდია 7 მილიარდი, მაგრამ ღარიბები ვართ. მაგას მთავრობას ვერ ვაკონტროლებთ. საკუთრება არ გვაქვს, ქვეყანას არ ფლობთ. და ეს არის პრობლემა და ამას შეიძლება გაგიმართლეს და ინვესტიცია კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლეს და ცუდი გამოჩნდეს. მე ამ თემაში რა არის მნიშვნელოვანი? პრობლემების წყება, რა ვიცი, აი მთავრობამ 650 მილიონი დოლარი გადაახურდა რაღაც ბუტკაში. და ეს გადავახურდავეთო და არავის არ გეუბნებით ვინ იყო ამის. ვიღაც ერთი დაიწყო. რაღაც მასეც გველაპარაკებ მაგ სიტუაციაში, ხ სერიოზულად დავდგე და ამდენი ის არის, რა ქვია, მოქალაქე 500 გასცეს. ამჯერა, რავი, რა სისულელეა ის ვერ დაუბრუნდები საწყის მდგომარეობას, რომ მთავრობაა ჩვენი პრობლემა. მთავრობა რო არის ჩვენი პრობლემა, ამ წყებაში პრობლემების ჩამონათვალში მე ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე უნდა მქონდეს ადეკვატური პოზიცია, პასუხი და მიწოლა უნდა იყოს ადეკვატური ფორმით. მე რო ვლაპარაკობ, რომ ვაწყნარებ ხალხს, მოგეშინიათ ხალხო, სულ რაღაცა 10,000 მოქალაქეობის დაახლოებით გაცემული არა რუსეთიდან ჩამოსული, რუსეთიდან ბევრი ქართველი ჩამოდიოდა და მაგიტო გამოყავით ცალკე იმად რა ქვია. 10,000 რაც საქსტატ აქვს, მაგრამ მე რო ხა ვამშვიდო ხალხი რომ სულ რაღაცა მცირე რაოდენობა გასცეს, ჯერ მე იმ 10,000-ს არ ვეთანხმები თუ რაღაც ქვეყნიდან გასცეს, მიმეჩნევს საერთოდ ჩვენ აქ დაბადებული ქართველების გარდა არ უნდა გაიცემოს მოქალაქეობა, საერთოდ რა თუნა მოქალაქეობა, როცა ქართველი რო იყოს და რა ვიცი. ხო, მაგ შემთხვევაში, აი ისრაელს როგორცა აქ რეპატრიაციის პრინციპი, მაგრამ საქართველოში არ იყოს დაბადებული. ქართველს მინიმუმ რომ უნდა შემოვიდოთ რა შეიძლება. რეპატრიაციის პრინციპი უნდა არსებობდეს ჩვენ ეგრე გვიჟე როგორც ისრაელში. ხო და ვიღაცა არა, მაგაზე არ გადავიდე. მე ხა ამას ამ კონტექსტში ვაჩვენო ხალხს. არა, მე მაგ კონტექსტში კი არ უნდა ვაჩვენო. მე უნდა უთხრა, ამათ საერთოდ არ ვენდობი. იმიტომ მართლა არ ვენდობი. კი ბატონო. მე არ ვიცი ეს ვიზერას გაყიდიან. გეთანხმები. ამათი პრემიერი ყიდიდა, კაცო, რა ვიცი. ქვეყანა გაყიდა, მათი ლოგიკა. ხო, ერთმა პრემიერმა თურმე Deep State-ის აგენტი დანიშნეს. თან ვიცოდითო Deep State-ის აგენტი რო იყო და დანიშნეთო, მეორე პრემიერი, რა ვიცი მე, თვითონ ამხილეს კორუფციაში, ისიც ვერ გავიგეთ რაში, ამიტომ ამ ნაწილში არის კატასტროფული საფრთხის წინაშე ვდგავართ. 300,000 ქართველი წავიდა, მათი ადგილი დაიკავა 300,000-მა უცხოელმა. ჩამოვიდა მათ. შეიძლება თუმცა ამასაც არ ენდობი, შეიძლება იქაც მოგატყუეს. იქაც მეტი იყოს. შეიძლება ნაკლები. ეხლა როგორი რაღაცაა ისი? აი, ხმა იღეს ამათ 1,100,000 და დაიწერეს 800,000. ასე არ უყურებ ეხლა. არა, მე ვამბობ, რომ ანუ არა მგონი არის. ხო და ამ აქამდე ხო ყველაფერში მოვყვები, უბრალოდ აი მე რა არ მომწონს იცი, რაღაცნაირად ზედმეტი კონცენტრაცია გამოდის მასში შენ პოზიციაში, არაბებზე და ამინისტრაციაზე. თორე თუ შენ ამბობ, რომ ეს პრობლემაა, რასაც გამჭვირვალე არის, მეს მოვყვები, რომ რავი, რადგან ასეთი მართლა უპრეცედენტო ამბავია, კითხვები გაქვს, შეიძლება მე არ მქონდეს კაცო, ვინცაც არ უნდა ქონდეს, ვიღაც ხო მოქალაქე კაცო, 1000 კაცი რო შეიკრიბა და კითხვა აქვს, რატომ არ უნდა დადო ეს კონტრაქტი? რა წერია იმ კონტრაქტში, ისეთი რაც საჯარო არ შეიძლება იყოს. დადე ეს კონტრაქტი. გაასაჯაროეთ. თან გამჭვირვალობით დროშით მოძრაობ. ბოლო 5 წელია. გამჭვირვალობა ყველას ტვინი გაუბურღე ამ გამჭვირვალობით, კაიგე და შენ არ ხარ გამჭვირვალე? ამაში ყველაფერში მოვყვები. პრემიერებზე ხო მოვყვები და მოვყვები. მაგრამ უყურე ჩემთვის ამოცანაა, რომ ბოლოში გასაგები იყოს. მე ამ წესით ვცვლი. რომ ჩვენ შევთანხმდეთ, რომ მაგალითად, აი მეტი აღარ უნდა იყოს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში. კი ბატონო. მე არ უნდა იყოს, ამიტომ რომ აი ხა ზოგ ჩვენ კოლეგას რო დააკვირდე ვიც ოპოზიციაში, ეხა იმათ რომ გაიმარჯვონ, შენგად მოერგებენ იმ ერთ ადგილს, კარგად ჩამოждდებიან, გააგრძელებენ მმართველობას, ხო? შენ გესმის, მე მესმის. ამიტომ მე უნდა ვიცოდე რომ შენ არ გინდა ბიზნეს ადგილი დაიკავო, ერთპიროვნად მართვა. შენ უნდა იყო დაწუნებული, მე არ მინდა და აქედან წავიდეთ რომ მოდი ხალხო, ხალხს გავაგებინო და ამოსავალი წერტილი არის ერთი ადამიანის მმართველობა.
კი ბატონო. ბიზნესს რო თქვა არ მინდა არაბული ინვესტიციები ხო არ იქნებოდა. რო ეთქვა რომ პაკისტანური მინდა ხო პაკისტანური გექნებოდა. კი ბატონო, ნახე, მაგრამ მან არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ნახე. ჩვენ შეიძლება რაღაც თემებზე, ან მაგრამ იმასში თანხმდებოდეთ, რომ სისტემა რა ფორმითაც ფუნქციონირებს, ცალსახად შესაძლოა. კი ბატონო. მაგრამ მეთოდებზე შეიძლება ვერ თანხმდებოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა რო დგება, რაც მიგვაჩნია რომ ობიექტური პრობლემა, ამაზე რავი, ახლა ამაზე ხალხის ადეკვატური ყურადღების მიქცევა არის აუცილებელი. ამ ნაწილში ახლა რა ინვესტიციის ნაწილი შემოიტანეს, ამ ნაწილში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, ვისი შეთანხმებაც შეიძლება, აი რომელი ჯგუფის შეთანხმებაც ამ თემაზე შეიძლება მათ უნდა ქონეთ ყველას ადეკვატური პოზიცია, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენი საფრთხე, იმის საფრთხე, ლიბერალი, კონსერვატიული, ეს არის ჩემი აზრით კი არა ობიექტურად, ეს თუ საფრთხეა, მაშინ ყველას დაუდგება, თან შეიძლება ძალიან ცუდი ფორმით. აქედან გამომდინარე, აქ არ არის აქ დაბნევა საზოგადოების იმისა, რომ რაღაცა პრობლემა არ არის, რაღაცა პრობლემის რაღაცა შემცირება და ასე შემდეგ. შეიძლება საფრთხის მატარებელი იყოს. ეს არის თემა, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას. ამიტომ მათ შორის გირჩის პოზიცია საუბარზე, იმიტომა დასაფასებელი, რომ ნიშნულოვანი გირჩსაც ეს პოზიცია ეკავოს და საფრთხეს გამოთქვამდეს და ვინც ამ საფრთხეს ყურადღებას მიაქცევს, ყველას პოზიცია იქნება ამ თემაში დასაფასებელი. უბრალოდ აი ერთი რაც ჩემი აზრით უნდა აღინიშნოს დასასრულს ახლაც გაგვიგრძელდა გადაცემა და რაც უნდა აღინიშნოს, მე საერთოდ ვერ ვიგებ აი ეს კონსერვატიზმის იმაზე გადმოვიდნენ კოცები მანტიაზე, ხო? რა კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს კონსერვატიზმი პარტიის მხრიდან, რომელიც მიგრაციის მიმართ შეშფოთებას ნათლავს ფაშიზმად. ანუ თუ რამე თემა არსებობს დასავლეთში, კონსერვატიული ფლანგის, აი თუ რამე აერთიანებს ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვების კონსერვატორებს, აი გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ამერიკაში, იტალიაში არის რომ აი მიგრაცია საფრთხეა და საიმიგრაციო. შორს ვარ წახვიდე LGBT აქტივისტები იყვნენ ჩათვალე მთელი ეს პერიოდი. შორს ვარ წახვიდე მართლა კანონების წინსწრებით ვიღებდით რეკომენდაციებს. ერთ-ერთი პარტია იყო პარლამენტში წინააღმდეგ გქონდა ვაძლევი რასაკეთებდა და ანანასუში და ლელო აქებდა კოცებს ყოჩახ რომ გენდერული რაღაცები მიიღე. ეხლა ერთი წელია რაც შემოატყიარეს, თორე რა კანონების მიღებული ვარ, ყველაფერი კოცების მიღებულია. მაგრამ დავაფიქსიროთ, რადგან ბოლოსკენ მივდივართ, რომ მე ზოგადად მიდგომის შეცვლა მინდა, გაიგებ? ის კი არა რომ გავამკაცოთ ან არ გავამკაცოთ. მე მგონია რომ უბრალოდ ღია კარები არაფერში არ წერია, არც ერთი კრიტერიუმი არ გადმოსახედიდან, მაგრამ მე მინდა რომ ამაზე გაწყვეტებას იღებდეს არა მთავრობა, არამედ ჩვენი მოქალაქეები. ხო და აი ამ ნაწილში გადაგული ნაბიჯისკენ, თუ ეს ჩვენი მოქალაქეები ჩათვლიან რომ არ მინდა შემოუშვა, არ გინდა, ნუ გინდა კაცო, შენი სახლი არ უშვებ, არ უშვებ. თუ გამკაცრებით დათავდება, თუ პირიქით გამარტივებით, ამასაც მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების განება იქნება, გაიგე, მაგრამ მე არც ერთ შემთხვევაში არ მოწონს რომ თუნდაც სიტუაცია დაემთხეს ჩემ გემოვნებას და ეს კარგი პროექტი შეიძლება აღმოჩნდეს, ვთქვა რომ აყოჭა კარგი პროექტი გააკეთეთ. რომც დაემთხეს. მე არ მოწონს რომ მას ერთი ადამიანი იღებს, ან პატარა ადამიანთა ჯგუფი და სულ ფეხებზე კიდია დანარჩენი ქვეყნის ნება. და ამ ნაწილში სულიად მოვყვები რომ შეიძლება ჩვენ ვერ შეთანხმდეთ რაღაც რისკებზე და რაღაც, მაგრამ ის რომ თავრობას უნდა ანგარიშვალდებული იყოს და ხალხო ცოტა გონს მოდით და კონტაქტი მაინც დაგვიდეთ. რაც იქნება აღმოჩნდა რომ კარგი პროექტს აკეთებ, ხო ამაყი ხარ. შეგაქებთ. მაგრამ რომ კაი ასე უსნაური მართლობითი სისტემა, მაგრამ მაგარი პროექტი იპოვეთ. ხო შევაქებთ. მაგრამ თუ კარგი პროექტს მით უმეტეს რატომ მიმალავ? ამიტომ როცა მიმალავ, მე მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები, ლეგიტიმური შიშები და ნუ რავი, ოკეი. მე მგონი იმდენად კაი პროექტია, როგორ იმალავენ ძალიან არ გაგვიხარ. ზედმეტად კი. იმპათია დაგვემართებს და ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.